ეს ის ვიდეოა, რომელიც ვერასდროს ვერ დავიწყე. გაფიქრობდი ეგეთ რაღაცაზე, მე ჩაწერილი გაქვს, სადაც მიდიხარ და გითვლის რამდენ ხანში იქნები და მე შენ სულ ამწმებ, რომ გავიდა ეს დრო. და თქოს იწელება ეტრობერად მეტად. და შენ რომ მიდიხარ ზუსტად არც რამდენ ხანი დაგჭირდა და ცოტა ბაშოვი მოიხედა, ცოტა გაიხედა გამოიხედა და ვა, მივედი. ეგ არის ცხოვრებაც. მე უკვე ამბოლო 19 წუთში ვერაფერი აქტიური ჩემი. წახიათ მოგხსოვნა უხერხულობა კუჩაში შემოდივარ და მე ვხვდე ადამიანი რომ მოდის და მე შევეცდები რომ მივცეგ და მაგიტოვებს ხარეს გავიწევი და მე ისიც მაგხარეს იწევ და მე მეორე ხარეს ვიწევი და ისიც მეორე ხარეს იწევ და მე უბრალოდ ვიდახებ ერთმანეთს რამდენიმეჯერ და ეგ ძალიან კარგად აღწერს ჩემს ხასიათს როგორც თუ რომ მოვერგოს სხვა ადამიანებს და არ ვარ ხოლმე მტკიცეთ ჩემს განსაკუთრებაში და ნუ ჩემს ურთის დაფარებაში თუ შევსებაში რომ მიდიხარ რაღაცა თუ მოწახვიდე და უფრო გასაგებად გაიგებს მე მხარე საით მიდიხარ მე ექსესაიზი ჩემთვის მე ექსესაიზი ყოველდღიური ტასკები რუტინები ჯანმრთელობა და რას ნიშნავს ანუ რაღაცა accomplishment-ი გაქვს ეხა full moon-ზე დღეს ამ წუთებში ამას გზა ჩემი სახელიდან სამსახურამდე და რომ მივდივარ სტამბას შენობაში და მგონია რომ ყველაზე ლამაზ ნაწილს გავდივარ ქალაქის რომ ვიწყებ წელი თბილისიდან და მე შეიძლება დავსტავებ და ფილმის პერსონაჟი მგონია ხოლმე თავი მაგას რომ გავდივარ ყოველდღე და კიდევ ერთი ცივი დღე თბილისში. მე დილას ამას გადავიღებ მომავალი მარიამისთვის, მაგრამ ყველა მარიამმა იცის ეს. როცა რაღაც ახალს, ან რაღაც არასტანდარტულს ვაკეთებ ხოლმე, ჩემი პირველი ფიქრი არის, რომ მე მინდა რომ ყველაფერი ისე მიდიოდეს, როგორც მიდის და ჩვეულებრივი ყოველდღიური დავალება მქონდეს და მე როცა ეგეთ რაღაცას ვაკეთებ ხოლმე, რაც არ არის ხოლმე სტანდარტული. როგორც დღეს მაგალითად. აღმოაჩენ, რომ ეგ რაღაცები როცა კარგად მიდის, ხან არ მიდის ისე როგორც გინდა, მაგრამ მაინც ბევრად დიდი კმაყოფილება მოაქვს და ეს შენი მეხუთე ვალენტინობა ჩემთან ერთად. აი, ყავს ყველა მეტად ჩემში. მე ბიჭაპატი დრიდან ეს ხო სატვირთული დღე. ეხლა
მოვიდივარ რაღაც თერაპიულ ვორქშოპზე. ქალები, და ჩემი გვარის ქალები. და რა თქმა უნდა მოგვიანდება. მე მივიდივარ აქციაზე. ყოველთ დატვირთული შემოქმედება იქნება. და გონი და წესით საინტერესო გამოცდილება უნდა იყოს ეს ვორქშოპი და შიგნით ვერა, მაგრამ მე მოგიყავით. თან მივისეირნებ ჩემი მეგობრის სახლთან და თან გზაში თქვენთან და უფრო ჩემთან ერთად გადავხარშავ ამ გამოცდილებას. მინდა რომ სანამ მივალ იქ მე ჩემთან გავიაზრო რა განვიცადა. თვითონ ეს ვორქშოპი ძალიან საინტერესო იყო რაღაც რამდენიმე ტიპის სავარჯიშო მედიტაცია და მთავარი თემა იყო დედა და ქალები ოჯახში. ეგრე აღმოჩნდა რომ რა ჯგუფშიც ვიყავი. მან ჩემს გავსად რამდენიმე ადამიანს ყავდა დედა გარდაცვლილი და უკვე მაგ მომენტიდან რომ მივხვდით რომ ეგეთი ადამიანები ვართ ამ ჯგუფში ალბათ ყველა აუცილებლიანდი. და ნუ ისეთ ძალიან ემოციური იყო. ამდენი კარგახანი არ მიტირია და ძალიან ამეხმარა ეს სავარჯიშოები რაც გავაკეთეთ. დედა თან კავშირის აღდგენაში და მის დაბრუნებაში ჩემთვის როგორც დედა. სადაც არ უნდა იყოს რომ ის ისევ დედა ჩემია და ისევ ზრუნავს ჩემზე და უყვარვარ და სად არის რომ მიმიღოს როგორც არ უნდა ვიყო, სადაც არ უნდა ვიყო ყველანაირი. მოკლედ ის რომ დედაა და მე რომ შვილი ვარ. და ეს იმ ხელოსა ჩუქარია და ისეთი მაგარი რაღაც არის რომ სულ მაგად ღირდა. უბრალოდ როგორი ფორმატიც ქონდა ამ ვორქშოპს. ოთახში ვისხედით. რაღაც ამ ოთახში ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი ვიყავით, ვინც შეიძლება სხვადასხვა მიზნით იყოს საერთოდ მოსული. გაზიარებების დროს ძალიან იფანტებოდა სივრცე. მოკლედ ეგეთი განცდა მქონდა, რომ მოფრთხილებულ, შეკრულ და უსაფრთხო სივრცეში ნაკლებად ვიყავე. ეს რა თქმა უნდა შეიძლება რომ ჩემი შეგრძნება და განცდა იყოს, მაგრამ აი თითქოს ის დიდი რაღაცები რაც ამოვიდა და ძალიან დიდი რაღაცები ამოვიდა. მაგ სივრცეში ვერ გრძნობდი რომ შეიძლება იყო რომ მოვფრთხილებოდი მეც და სხვაებიც და მაგიტომ ეგ აზრი გამიშვა რომ მეთქი ეს ვორქშოპი გრძელდებოდა კიდე 1-2 საათი. და მეთქი გავისეირნებ საღამოს აქციამდე. და ცოტა ამ ყველაფრის გადამუშავების სივრცე მექნება მე თვითონ. მარიამს ყოველდღე გადაწყვიტა რომ ჩაწერილიყო და გაიბედა. და ასევე მადლობა იმ მარიამს, რომელმაც გადაწყვიტა რომ მეყო. მეტი არ არის საჭირო. მეტი არ გამოვა. გავიდეთ გარეთ. დღეს სტუდიაში ეს არის ნიტა ვარჯიშამდე. კაი ნიტა. აბა როგორ ხარ ვარჯიშისთან? ძალიან მაოფილი ვარ ნადიმის დღეს. მეც მაოფილი ვარ. იმითაც რომ მორჩა. მაგრამ იმითაც რომ იყო. რაღაც შნაურეთაც გააძრო. უნდა მოგეღო.